ერთმანეთში ლაგდება და კომპაქტური ხდებოდა, არის ძალიან მაგარი რა. მაშასე გარეთ ცივა ზამთარია, ჩვენ ტყეში ვართ, ბატონო დავით. სასარგებლო რაღაცაა. უბრალოდ ხორცი რომ მოიხარშება, მე ქათამს ტყავს გავაძრობთ, იმიტომ რომ ტყავი ხო ქორეწინე შეიძლება როგორ დროსაც გამოვიდეს, მაგრამ გავაკეთოთ კაი. ჩიხისმას დასალევი რა უხდება? არაყი. გეთახმე. და პახმელიაზია ძალიან მაგარი. ხაშიც გაია. ხაშიც თათარი ახლით, თუ ეგრე წავიდა. ხო, მაგრამ ნუ ჩიხისმას ყველანაირ წუნიან კერძებში საქართველოში ერთ-ერთი გამოჩენილი ადგილი უჭირავს, გაიგე? ეგ არის ხელწამოსაკრავი რაღაცა. რთული გასაკეთებელიც არ არის. აი ჯარ რთული და ის რა ქვია. საჭმელი არც ერთი რთული გასაკეთებელი. საჭმელი არის კეთილი გულით გასაკეთებელი. ანჩხელი ქალის გაკეთებული საჭმელი შხამად შეგერგება. გინდაც ანჩხელი კაცისა თუ თქვენია კაცის. გაიგე შიდა. ამიტომ რო აკეთებ საჭმელს. უნდა იყო გაღიმებული და ეხლა პირის გამოც უნდა კონდეს რა ესე უაზროს არ უნდა ხარ რაღაცები. მოკლედ. ეხლა ეს ქათამი უკვე ჩაგდებული გვაქვს, რამის ნახევარი მოხარშულია. და ნერლა დავიწყებთ იმის შესაძლებელი ინგრედიენტების გაკეთებას. ასე რომ ეხლა აბა და მოიხარშა? ქათამი მოიხარშა. მოდი ეხლა ნახე. მთელი მაგის მუღამი რა არის? ქათამი რომ მოიხარშება, ქათამი უნდა ამოიღო. გაიწერა მე ისე არ დაგებდა. აი ეხლა ყოჩა ღობა არის ეს ქათამი ისე უნდა ამოვიღოთ. მაინც გავიწევ მე არ დამაგდურო. არა, რაც. საჩე უყავი და შესაყუში. აი